დასვენების განწყობა და სიახლეები ადამიანებს უფრო გახსნილებსა და სპონტანურებს ხდის, სწორედ ამიტომ ზაფხულში შეიძლება სწრაფად გაჩნდეს ძლიერი მიზიდულობა და ჩამოყალიბდეს ეგრეთ წოდებული საზაფხულო რომანი. რა არის ეს სინამდვილეში? ცხოვრებისეული გამოცდილება თუ უბრალოდ ლამაზი მოგონება? ფაქტი ერთია, რომ ყველა მსგავსი მოლოდინით არ შედის ურთიერთობაში, ზოგი უბრალოდ გართობის მიზნით იწყებს ამ კავშირს, ზოგსაც კი გრძელვადიანი ურთიერთობების მოლოდინი აქვს. რას უნდა ველოდოთ მაშინ, როცა ზაფხულის ემოციური ფონი ნელ-ნელა ჩვეულებრივ ყოველდღიურ რიტმს უბრუნდება? ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე ახლა მეტ თემას გვეტყვის ამ საკითხზე და უფრო მეტად და კარგად დაგვაფიქრებს დილა მშვიდობისა. ბატონო მიხეილმა შეგვამზადა ამ თემისთვის და თქვენთან უფრო, ასე ვთქვათ, სიღრმისეულად ჩავშალოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო. რა განაპირობებს აი ამ ინტენსიურ კავშირებს და სწრაფად გაჩენილ მიზიდულობას? წეგან როგორც თქვი, სხვადასხვა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ გაჩნდეს ეს საკურორტო რომანი ეგრეთ წოდებული. და მთავარი მიზეზი რა არის? გარემოს ცვლილება. ჩვენ ხო მუშაობთ, უმეტესად სტრესში ვართ, სუვალდებულებები გვაქვს, დაკავებულები ვართ და ამ დროს, როდესაც დასასვენებლად მივდივართ, მთა იქნება თუ ზღვა იქნება, რაღაცა სხვაგან ხვდები რა. დოფამინი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, არაჩვეულებრივი გარემოა, თავისუფალი ხარ, არა გაკვალდებულებები და იცი, რომ დრო გაქვს შეზღუდული. ეს შეზღუდული დრო გაძლევს იმის განცდას, რომ აქ და ახლა ხარ. აღარ იწყებ ლაპარაკს იმ წარსულზე, აღარც მომავალზე და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ შეგიძლია რომ იყო აქ და ახლა და თან იცი, რომ ეს გაგრძელდება მაქსიმუმი 2 კვირა, 3 კვირა. მერე მთავრდება. განცირულია ეს ურთიერთობა იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში, იცი რა არის? არსებობს ასეთი შემთხვევებიც და ისეთი შემთხვევებიც, ხო? განწყობაზე ვლაპარაკობ, ხა ანუ რა განაპირობებს? განაპირობებს ის, რომ ერთი მხრივ ადამიანების მოლოდინი, რომ საინტერესოდ გაატარონ დრო, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც მოწონთ თავგადასავლები, მოწონთ ემოციები და მოწონთ ეს ადრენალინი. არიან ადამიანები, რომლებსაც პარტნიორი უნდათ და დიდი იმედი აქვთ, რომ აქ შეიძლება ვინმე საჭირო ადამიანი ნახონ, გაიცნონ. მეორე დაბალი თვითშეფასების დროს შეგიძლია იყოს ის ვინც ხარ. ანუ იქ სადაც გიცნობენ როგორიც ხარ, შეგიძლია აქ ახალი როლი მოირგო, ახალი სცენა, ახალი ადგილია, სადაც შენ შეგიძლია ან იყო ის ვინც ხარ, მაგრამ ვერ ავლენ სხვაგან, ან შენი ოცნების ადამიანი იყო, ხო? შესაძლებლობები ძალიან დიდია და მონაცემები და სტატისტიკა იკითხა სხვათა შორის აი 2024 წელს ჩატარდა ასეთი კვლევა ამერიკაში. და ამ კვლევის მონაცემების მიხედვით, თუ კი ორმხრივი იყო ეს სურვილი საზაფხულო რომანების და ურთიერთობის 12 კვირას გრძელდებოდა ეს ყველაფერი და თუ კი იყო სამხრივი, ამ შემთხვევაში აი 2-3 კვირაზე მეტხანს არ გრძელდებოდა ეს თითოეული შემთხვევა და საინტერესო ამ კვლევაში ასევე ის არის, რომ მართლაც ზაფხულს და შემოდგომას ზე მოდის ასე ვთქვათ დროებითი რომანების პიკური მაჩვენებლები. ხო, თუ დასვენების დროს თავისთავად ხო, როცა სხვა გარემოში ხარ. აი ძალიან არ ვიცი ახლა თქვენ თაობას რამდენად იცნობ, ჩეხოვს აქ არაჩვეულებრივი მოთხრობა, ქალი ძაღლით. როდესაც აი ქალი მიდის კურორტზე, იალტაში არიან, მოწყენილია, ოჯახი ყავს, ძალიან წესიერი ადამიანია და ამ დროს გუროვი, რომელიც ჩამოდის მოსკოვიდან ბიზნესმენი 40 წლის და საერთოდ არ გეგმავს ისეთ ურთიერთობას, უბრალოდ იწყებენ ურთიერთობას და თვლიან, რომ დამთავრდა ის 2 კვირიანი ურთიერთობა, დაიშალნენ, ის თავის სახლში წავიდა, ის მოსკოვში წავიდა, მაგრამ აღმოჩნდება დრო გადის, რომ ესეც ვერ ითმენს, ფიქრობს ამ ქალზე, ხო, რაღაც დარჩა, ის ჩვეულებრივი საღამოები, მოსკოვური ესეთი ელიტარული საღამოები აღარ აინტერესებს. სულ ამ ქალზე ფიქრობს და ქალიც ასევია. და ნუ ესე მთავრდება ეს მოთხრობა, რომ რაღაცა ახალი ცხოვრება იწყება ორივეს ცხოვრებაში, ახალი სიახლეების მოლოდინია, თუმცა ეგონათ, რომ ეს მხოლოდ საკურორტო რომანი იყო და დამთავრდა, მაგრამ არც იმისგან არა ვართ დაზღვეულები, რომ ეს რომანი მართლაც საკურორტო აღმოჩნდეს და ძალიან საინტერესო ამბავი მოგიყვეთ. ადამიანები თვითონ ხო არ უქმნიან თავის თავს იმ ასე ვთქვათ მოლოდინს, რომ ეს სექტემბრიდან აღარ უნდა გაგრძელდეს. ნუ ჩვენ რეალობაში სექტემბერი ითვლება, ასე ვთქვათ, რუტინული ცხოვრების პირველ ეტაპად დაბრუნებას. ლაშა, კი ბატონო, გეთანხმები, მართლა არის, როცა ადამიანებს ეგ განწყობა აქვს, რომ ეხლა დამთავრდება და წერტილს დავსვავ, მაგრამ ნახეთ დღეს ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა. ადრე ამ საკურორტო რომანის ერთ-ერთი ხიბლი ზუსტად ეგ იყო.
დამთავრდა და დაგრჩებოდა ეს რომანტიული მოგონებები. მე ხო ამას აი შენს გონებაში ცუდი არაფერი აღარ გახსოვს, მარტო ის კარგი მომენტები გახსოვს და რაღაც აიდეალიზებ, არომანტიულებ, ალამაზებ და ისე გრჩება. ეხა გინდა არ გინდა ეს რომანი გრძელდება ინტერნეტით. ნახულობ, ისიც ნახულობ, შენც გნახულობ და ორმხრივი დაზვერვა მიდის. შენც ისიც მე მაგალითად ამ დროს ურჩევ ხოლმე ადამიანს რომ თუ დაამთავრე, აღარც ინტერნეტში აღარ ნახო, აღარ დაინტერესდე რას აკეთებს. დამთავრება უნდა იყოს დამთავრება, მაგრამ ნახე, საკურორტო რომა სიმხელა ხიბლი აქვს და იწეგან გითხარით, რომ ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, გოეთე, რომელიც გენიოსი იყო, ხო? 72 წლის ასაკში სუსტად მოხდა ამ საკურორტო რომანის ბადეში გაეხვია, ესე ვთქვათ, ჩასული იყო მარიას ბადეში თუ არ ვცდილობ, თუ არ ვცდები და იქ გაიცნო ერთ-ერთი გოგონა 17 წლის ულრიკე ულამაზესი, რომელიც შეუყვარდა 72 წლის ასაკში და სამი ზაფხული მოკლედ 7-დან 15 წლამდე იყო. ხო და მოკლედ 3 წლის მანძილზე ყოველ ზაფხულს ხვდებოდა ამ გოგონას, საათობით ეირნობდნენ, გოეთეს საერთოდ ავიწყდებოდა ვინ იყო, ერთად დასეირნობდნენ ამ მინერალურ წყალზე, საუბრობდნენ და 3 წლის მერე გადაწყვიტა, რომ ხელი ეთხოვა ულრიკესთვის. რა თქმა უნდა, უარი მიიღო და აი დაემსხვრა ყველაფერი, მაგრამ რო წამოვიდა შექმნა საოცარი ლექსი, ესე ქვია, ელეგია მარია ბადენზე თუ არ ვცდები. აი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება მის ნაწარმოებებში და ნუ ამან გამოიწვია ამ რომანმა, ამ საკურორტო რომანმა ესეთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები შექმნა. მით შემოქმედებითი ადამიანია შეუძლია რომ საკურორტო რომანი. აი ეხლა იცი რა, ხო ვამბობთ რომ სინამდვილეში უყურეთ რა ხდება. ძალიან საინტერესო მომენტია. სინამდვილე შენს გოგო კი არ უყვარს. უყვარს თავისი თავი მის გვერდით, რომ ახალგაზრდულად აგრძნობინა თავი, ხვდები? რომ აი ძალიან სხვანაირი იყო. ხშირად იგრძნო თავი და ძალიან ხშირად საკურორტო რომანში ზუსტად ეგ ხდება. მოგწონს შენი თავი იქ როგორიც ხარ, ის ემოცია მოგწონს ორი თქვი შენ თეო, რომ აი ეს ემოცია მე როგორი ვარ, თავისუფალი ვარ, გახსნილი ვარ, ლაღი ვარ, სხვანაირი ვარ, ჩემი თავი მე თვითონ მომწონს. თავარი მომენტი ეგ არის. შეცდომას უშვებთ ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი, როგორც თქვენ თქვით, მე გრძელდება ეს სოციალური ქსელით ძებნა, მიწერა, ურთიერთობა აღარ არის ისეთი ცოცხალი, ისეთი რომანტიკული, რეალური არ არის, რაც მთავარია. რაღაც განსხვავებული მოლოდინებით შედიან ხოლმე ამ ურთიერთობაში და აი ეს ტკივილი რომ არ იყოს შემდეგ, დაშორების შემდეგ, რა უნდა გაითვალისწინო? სალომე, რა არის, იცი, ეს მოლოდინები ორივე ადამიანს სხვადასხვა, ერთი შეიძლება გრძელვადიან და სტაბილურ ურთიერთობას ელოდება, მეორე შეიძლება საერთოდ ეს არა, უბრალოდ უნდა რომ გაერთოს იმ მომენტში და სხვანაირად იყოს, მაგრამ ეს სიტუაცია და ეს გარემო იმხელა აი დრაივს აძლევს და სითამამეს აძლევს და შესაძლებელია რომ გაგრძელდეს, არ არის ეს ერთი ხელის მოსმით, რომ გოეთისავით დაემართოს. შეიძლება მოხდეს ესე, რომ გაცრუებად ხო ახლავს. რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი ფაქტებიც არის ცნობილი, აი ჩერჩილის და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავია ძალიან საინტერესო. ჩერჩილმა როცა კლემენტინა ნახა ლონდონში, გაგიჟდა, ისე მოეწონა. 19 წლის იყო კლემენტინა და ეს 29 წლის უკვე პოლიტიკოსი იყო და რომ მიუახლოვდა ის მას უკვე ორჯერ იმედ გაცრუება და უარი ჰქონდა მიღებული ქალებისგან და ხმაც ვერ ამოიღო. შეხედა და ვერ დაელაპარაკა. გავიდა 4 წელი. არ ვიცი რისი შიში იყო, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ვერ მოახერხა, ვერ გათამამდა, მოკლედ. 4 წლის მერე ეს ინგლისი დადიოდა მთელი ეს არისტოკრატია, გერმანიის ესე წყლის კურორტები იყო ძალიან მოდაში და რატო იცი? იქ ჩარჩოებისგან იყვნენ თავისუფლები, იყო ფლირტი, იყო საღამოები, ბალები, შეხვედრები და ერთ სასტუმროში მოხვდნენ და იქ სადილზე აღმოჩნდა რომ გარემომ ხელი შეუწყო და მან რაღაც ლაპარაკი დაიწყო. კლემენტინა აყვა, ისაუბრეს, მერე ისეირნეს და მოკლედ მათი ეს საკურორტო რომანი ლონდონშიც გაგრძელდა და რომ არა კლემენტინა მეორე მსოფლიო ომი როგორ დამთავრდებოდა ხალხმა არ იცის. არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ საოცარი გავლენა ჰქონდა ჩერჩილზე, ერთადერთი ის არა მარტო ცოლი იყო მისი, საყრდენი იყო, მეგობარი იყო, თანამოაზრე იყო და როდესაც ჩერჩილს დეპრესია შემოუტევდა, რასაც ის შავ ძაღლს ეძახოდა, მარტო კლემენტინას შეეძლო ამისი დარეგულირება.
გამძვინვარებული ჩერჩილის აი ესე ალაგმვაც მარტო მას შეეძლო. კაცების უკან ყოველთვის ძალიან ძლიერი ხალი. ძალიან ძლიერი ხალი, გეთანხმები და ჩერჩილი რას ამბობდა, იცი, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მაგარიო, რაც მოხდაო, რომ მე მოვახერხე, რომ ეს ხალი ჩემი ცოლი გამხდარიყო. და ამაში ყველაფერში დაახმარა. რომელმა მოახერხა, რომ ცოლი გამხდარიყო თუ მოახერხა. ნახე როგორ მამაკაცი იყო ეს კაცმა არის. მაგრამ ჩერჩილმა მოახერხა. კი. ფაქტია ეს. ფაქტი ეს არის, რომ აღიარებს, რომ და თუმცა წერილებშიც როგორ ნაზი მიმართვები ქონდა, ჩემო ფისო, მე ეს ჩერჩილი ეძახდა და ის მიმართავდა რაღაცა ძაღლის სახელს ეძახდა და ესეთი ძალიან თბილი და სხვანაირი რომელმა რა მოახერხა ის კიდევ საკითხავია. საინტერესოა, მოკლედ ასეთი ადამიანების ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა, საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ. რა არჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომ გადამეტებული მოლოდინები არ შეიქმნან მაგალითად. დატკბნენ იმ წუთით, იმ სიახლოვით, იმ გარემოთი, სადაც არიან და მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ ის, ვინც ხართ და რაც საჭიროა, რომ მოხდეს, ისე მოხდება, ეს იქნება დაგემართება გოეთესავით, თუ ჩერჩილივით, გაბედნიერდები მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს არავინ არის, ის ფაქტი ერთია, რომ ეს იმ მომენტში არის ძალიან სასიამოვნო. და იმ მომენტში ხარ თავისუფალი, განსხვავებული, რაღაც აი დოფამინის გამოყოფა არის იმდენად მაღალი, რომ რაღაც შენი თავი გგონია, რა ვიცი. და ბევრი დრო გვაქვს სიგიჟეების საკეთებლად. ვაკეთოთ სიგიჟეები. დავტყვეთ ძალიან მაგარი. ნახე, ბავშვობაშიც აი როცა მიდიოდით დასასვენებლად, ეხა რო იხსენებთ ხოლმე, ხო განსხვავებული იყო, აი ხო სხვანაირი იყო. ნახე ოჯახში ხო სკოლაში დადიხარ გაკვეთილების სახლი ამას გთხოვენ იმას გთხოვენ და უცებ მიდიხარ და არა გაქვს ეს ვალდებულებები თავისუფალი ხარ და აი პირველი თავგადასავალი არის ხოლმე მაშინ ბავშვობაში როცა მიდიხარ დასასვენებლად თუ გადაიზრდება ნამდვილ სიყვარულში რომელიც უკვე გრძელვადიანი არის პრაქტიკაში როგორია ეს ყველაფერი არის განსხვავებული მე დაოჯახებით თავდება იქ ხო მაგას გულისხმობ თუ დაოჯახდება უკვე ის სიყვარული როგორი არის აი ეს შეგვიძლია არ ვიცი სხვადასხვანაირია მეც რა ვერ ვიტყვი სიყვარული მყარი ნებისმიერ შემთხვევაში ხო შეიძლება იყოს შეიძლება საკურორტოც იყოს შეიძლება სასწავლოც იყოს შეიძლება სამსახურებრივიც იყოს ნახე ჩემი დამოკიდებულებაა და ის როცა ურთიერთობაში შევდივარ ერთით შევა ჩემი იქნება ის რომ დავფიქრდე მე რა მინდა ამ ურთიერთობისგან რა მინდა რომ ვიცოდე ხო და თუ თავიდანვე გავარკვევთ ორივე პარტნიორი რომ რას ველოდებით ერთმანეთისგან რა თქმა უნდა იმით გაცურებას ნაკლები იქნება თუმცა ძალიან ხშირად მოლოდინი და რეალობა ძალიან განსხვავებულია ხოლმე ერთმანეთისგან თავარია ეს არ მოხდა ძალიან დიდი მადლობა კი ბატონო მადლობა ქალბატონოვანი თქვენი დროისთვის დაგემშვიდობებით ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ბედნიერ საკურორტო ნებს გისურვებთ მგონი მე მგონი ოჯახში ბზარს ნუ გავაჩინე უბრალოდ ის რომანი შეიძლება მეუღლესთანაც კონდეს კი ბატონო ბუნებრივია იქ უკვე სხვა ურთიერთობაა მეუღლესთანაც ნუ შენ ყოველ შემთხვევაში მომდენო პარიზკებს ჩვენთან ერთად აღარ იქნები რაც ნიშნავს იმას რომ მე მგონი საზღვრებსაც გაცდები და უკვე გექნება შესაძლებლობა იმისა რომ საკურორტო და საზაფხულო რომანებშიც ჩაება და ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ტურნირს ვთამაშობ აზერბაიჯანში ბაქოში იქ რთული იქნება sakurato რომანი მაგრამ აი მე ვნახოთ მოკლედ შანსები ძალიან დიდი გაქვს ყოველ შენ თუ მოინდომებ ლაშა მაგასაც მოახერხებ არა იქ ტურნირზე არა და მე შეიძლება მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი კიდევ ერთ სამუშაო კვირა დავასრულეთ და ის გადაგვჩენია რომ ახლა დავამშვიდობოთ მაყურებელს ორშაბათს ყვავილდებოდა ტრადიციული შემოდგომები